რა პასუხი აქვს სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს პერსპექტიული, ელოდება თუ არა რეალურად რომ პარლამენტი გადაწყვეტს მისი თანამდებობიდან გადაყენებას? მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს მის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება. საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რომელიც ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიცაც ყველა ზომა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ ქვეყანა უზრუნველყოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისთვის. და ხელისუფლებას რაზე პასუხობს სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევის შესახებ? პრეზიდენტის პოზიციაც არ მოგისმენი ამაზე. ის მიიჩნევს, რომ თავად დაარღვია კონსტიტუცია, თუ ასეთი არ არის პრეზიდენტის პოზიცია. ის ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და ქართულმა ოცნებამ, ერთადერთ რამე შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. ამაზე მეც დღეს ახლა არაფერს არ გეტყვით, უბრალოდ დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. თვითონ იმპიჩმენტის პროცედურაც არის საკმაოდ გაწერილი და დროში გაწერილი, ამიტომ მოვლენების განვითარებას დავალოდოთ. დიდი მადლობა.